არა, ჰაერთან. ხო, ჰაერისტიკია, ესე იგი ტყუპები, მერწყული, სასწორი. ეს არის ყველაზე თავისუფალი და ისეთი ექსპერიმენტების მოყვარული სტიქია და ყველაზე ნაკლებად უყვართ შეზღუდვები. ამიტომ თუ ტიპიურია, ხო, ეხა საოფისე და ისეთ ბიუროკრატიულ სფეროებში მოწყინდება უბრალოდ. ეხა ის კი არა რომ არ გამოვა, უბრალოდ მოწყინდება. რუტინული სამუშაო. რუტინული არ უყვართ, ხო. რაც შეეხება სასწორებს, სასწორი ისევ და ისევ ხელოვნებას ვიტყვი მეორე ვენერას ნიშანია კუროს შემდეგ და შეიძლება აქ რაღაცა სამსახიობოც, რაღაცა დიზაინი, მოდა, შეიძლება აქ რა იურიდიული სამართალი, ძალიან დიდი წარმატება აქვს მაგ სფეროებში სასწორებს ხუთაშორის, სადაც სამართალია და უნდა დაიცვა დაჩაგრულის უფლებები, იქ სასწორი ნამდვილად ძალიან ძლიერია დიპლომატია. კი, რაც შეეხება ტყუპებს, ჟურნალისტიკა, კომუნიკაციის სფეროები კარგად გამოსდით, მწერლობა, ანუ ლაპარაკი უყვარს ტყუპებს და კომუნიკაბელურია, ამიტომ ყველა სფერო, რაც ინფორმაციის მიღებასთან, გავრცელებასთან არის კავშირში, ხო? სოციმედია თუნდაც, მარკეტინგი, გაყიდვები და მერწყული არის რა ისეთი ანალიტიკური გონება აქვს, შეიძლება წავიდეს რაღაცა IT-ის სფეროში დავუშვათ, სხვაშორის პოლიტიკაში შეიძლება წავიდეს, შეიძლება იყოს ისეთი სამეცნიერო სფეროებში, ანუ სადაც არასტანდარტული ისეთი არაორდინალური მიდგომები გვჭირდება. ძალიან საინტერესო. ინფლუენსერიც კარგია მერწყულის. მაგრამ როგორც მარიამმა თქვა, აუცილებელი ყველას ქონდეს პირადი რუქა და იმის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ, ხო?